გამარჯობა. მოგესალმებით კიდევ ერთ ვიდეოში, სადაც წარმოგიდგენთ ის ბრენდის სათყვოარებს. მე ჰუბერტი მქვია და დღეს სიამოვნებით გაჩვენებთ სერიის კიდევ ერთ სათყვოარას, რომელიც იქნება ვიწყებთ. უკვე გქონდათ შესაძლებლობა ჩვენს არხზე გეყურებინათ ისა და ის შესახებ. დროა ვაკისთვის, რომელიც უნდა ითქვას, რომ საკმაოდ უჩვეულო სათყვოარაა და საოცრად დაუფასებელია მეთევზეების მხრიდან, ვისაც სურს დიდი ზომის კაფშიები, ქორჭილები, მაგრამ განსაკუთრებით კი კალმახები დაიჭიროს. აქ გვაქვს ვაკი, რომელიც აშკარად განსხვავდება იმ სათყვოარებისგან. რა თქმა უნდა, ის იგივე მასალისგან არის დამზადებული. საოცრად ელასტიკურია, დამატებული აქვს მარილი და კრილის არომატი. თუმცა ეს სათყვოარა პირველ რიგში ფორმით განსხვავდება. მას აქვს 5 ინჩი, ან 12-8 სანტიმეტრი და აქ ხედავთ მის დამახასიათებელ აგებულებას. შექმნილია, როგორც სახელიდანაც ჩანს, ვაკირიგის მეთოდით თევზაობისთვის, ანუ სათყვოარის განივი დამაგრებით, რის შედეგადაც ის ძალიან ლამაზად იკეცება, რასაც მალე წყალში თავადაც ნახავთ. ეს მართლაც საკმაოდ დიდი ჭია, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია დავიჭიროთ ისეთი თევზები, როგორიცაა ქორჭილა, კაფში ან მსხვილი კალმახი. ამ დამაგრების მეთოდში, რაზეც ვსაუბრობდი, ანუ ვაკირიგში ან ვერტიკალურ თევზაობაში, ის წარმოუდგენლად ეფექტურია იმ მომენტში, როცა მაგალითად ვდგავართ რომელიმე გორაკზე და ნელ-ნელა ვქაჩავთ ამ სათყვოარას ჩვენსკენ, პირდაპირ ჩვენი ნავის ქვეშ. ის ასევე საოცრად ეფექტურია მდინარის კალმახზე. მაგრამ საერთოდ როგორ უნდა დავამაგროთ ეს ყველაფერი? აქ ვხედავთ ასეთ სათყვოარას. მალე ვაჩვენებ ვაკირიგსაც, მაგრამ ამ სათყვოარასთან დაკავშირებით ძალიან კარგი ხრიკი არსებობს, რომელსაც ვერ გამოვიყენებთ იმ წინა, ჩემ მიერ ნახსენებულ სათყვოარებთან. აქ მაქვს ვაკი და აქ უკვე თქვენს წინაშეა ერთი ვაკი, მაგრამ გაყოფილი ორ სხვადასხვა დამაგრებაზე. ჩვეულებრივ, ასეთ შეფუთვაში ვაკის 8 სათყვოარაა, მაგრამ ამ ხრიკის წყალობით გვაქვს უკვე 16 რბილი სათყვოარა ეფექტური თევზაობისთვის. განსაკუთრებით ისეთ ადგილებში თევზაობისთვის, სადაც თევზაობის დიდი წნეხია. თევზებს უკვე ყველა სათყვოარა უნახავთ, მაგრამ ასეთი ხრიკის საშუალებას გვაძლევს გავაკვირვოთ ისინი. განსაკუთრებით მაშინ, როცა შეგვიძლია ასეთ სათყვოარას საკუთარი მოძრაობა მივცეთ. ჩვენი ანკესით ყველაფერს ვაკონტროლებთ. ამის წყალობით მას უჩვეულო მოძრაობას მივანიჭებთ. დამატებით, მაგალითად ნეთრიგის თავაკის გამოყენებით, ასეთ რეზინს უპრობლემოდ ვდგამთ ფსკერზე. ის ლამაზად გამოიყურება და განსაკუთრებით შემოდგომა ზამთრის პერიოდში აუცილებლად გამოადგება თევზაობისას. მაგრამ რომ არ გავწელო, მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს წყალში. უკვე ვაჩვენე მაგალითზე. ნეთრიგის, მაგრამ ჩვეულებრივი ჯიგის თავაკიც კარგად იმუშავებს, რადგან შეგვიძლია ამ სათყვოარას უფრო აგრესიული მოძრაობა მივცეთ და ბევრად სწრაფად დავათვალიეროთ ადგილები. თქვენს ჩემსავით გიყვართ თევზაობა და გსურთ, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად საინტერესოდ და ეფექტურად წარიმართოს, მოდით ერთად დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი რეალურად გამოიყურებოდეს წყალში. ხშირად გვაინტერესებს, რა ხდება წყლის ქვეშ, როდესაც ანკესი წყალში ვარდება და თევზი ნელ-ნელა უახლოვდება სათყვოარას. სწორედ ამიტომ ახლა გთავაზობთ, ერთად დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორია ეს პროცესი წყლის ქვეშ. რა ხდება იმ მომენტში, როცა თევზი ინტერესდება სათყვოარათი და როგორია მისი ქცევა. მოდით ერთად გავიგოთ, როგორ გამოიყურება თევზაობის ეს მომენტი წყალში. მაგრამ ვაკის სტილის სათყვოარას შეგვიძლია ასევე ოფსეტური კაუჩებითაც ავტუროთ, როგორც აქ ხედავთ ის მაგალითზე. ოფსეტური კაუჩი ძალიან კარგად ჩაჯდა აქ. ამის წყალობით შეგვიძლია თევზაობა ყველაზე რთულ ადგილებშიც და მოდით ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს წყალში, რადგან დამიჯერეთ, ასეთ ნაჭერ სათყვოარაზე არაერთი მტაცებელი წამოეგება.
მაგრამ როგორც თავად სახელიდან ჩანს, ეს არის იდეალური სათღვარა ვაკი რიგით თევზაობისთვის. აი ასე ვამაგრებთ სათღვარას. კაუჩს ვაცვამთ აქ შუაში, განივად და ამის წყალობით, როცა ვქაჩავთ, ასე მუშაობს. მაგრამ მოდით ვნახოთ, როგორ გამოიღურება ეს წყალში. მერწმუნეთ ეს ნამდვილად გამოგადგებათ ნავიდან თევზაობისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცდილობთ ლამაზ ქორჭილებსა და ქარიხლაპიებს დაიჭიროთ. ნავიდან თევზაობა ხშირად მოითხოვს მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას, რადგან ეს თევზები საკმაოდ ფრთხილები და ჭკვიანები არიან. სწორედ ამიტომ ასეთი რჩევა ან ინსტრუმენტი დაგეხმარებათ თევზის პოვნასა და დაჭერაში, რაც თქვენს თევზაობის გამოცდილებას უფრო წარმატებულსა და სასიამოვნოს გახდის. როგორც ნახეთ, მართლაც უნივერსალური სათღვარაა, რომელსაც ძალიან საინტერესო მოძრაობა აქვს. აუცილებლად უნდა გამოსცადოთ ეს თქვენს თევზაობის ადგილებში. ეს სათღვარა ნამდვილად გაამართლებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა თევზები არ იქნებიან აქტიურები, ან ეძებენ რაიმე განსხვავებულს თქვენს შესრულებაში. მოусმინეთ, ეს იყო ყველაფერი ამ ვიდეოში, სადაც წარმოგიდგინეთ. იმედი მაქვს მოგეწონათ, რადგან ეს სათღვარა ნამდვილად გაამართლებს არაერთ თევზაობის ადგილზე. მოგწერეთ, რას ფიქრობთ ამ სათღვარაზე და თავად თუ გიცდიათ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები აქამდე. თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ ჩვენს სათღვარებზე, აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს წერტილი. იქ მიმდინარე კატალოგის გარდა გვაქვს ასევე სათღვარები, რომლებიც მალე მაღაზიებში გამოჩნდება. თუ ჩვენ სოციალურ ქსელებს ადევნებთ თვალს, დიდი მადლობა თქვენ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს გაკეთებული, გეპატიჟებით ზეცზე, ასევე გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. პირადადაც გეპატიჟებით ის ანგარიშზე, სადაც ყველაზე ხშირად სწორედ ის სათღვარებთან ერთად წყლის პირას ვნახავთ. იქ გიჩვენებთ, რამდენად ეფექტურია ეს სათღვარები სინამდვილეში. მომდევნო ვიდეოში შეხვედრამდე.